ფოტოგრაფიის წლევანდელი სეზონის მთავარი აქტორი კვლავ ქოლგა ფესტივალია. ქოლგა თბილისი ფოტო წელს უკვე 24-ად ჩატარდა. ამ პროექტის მთავარი მიზანი არა მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოხელოვნების საქართველოსთან დაახლოება და ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობაა. წლევანდელ კონკურსში 700-მა ადგილობრივმა და უცხოელმა ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა. წარდგენილი გახლდა 900-მდე ფოტოპროექტი, საიდანაც ჟიურიმ გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოავლინა. ესენია: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, ერთი კადრი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი და საუკეთესო მობილური ფოტო. დაჯილდოების ცერემონიას 2 მაისს თბილისი ფექტორი მომასპინძლა. 3-დან 6 მაისის განმავლობაში კი ქოლგა ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კურატორების მიერ შერჩეული ფოტოგამოფენები, რომლებიც მოიცავდა დამოუკიდებელ პროექტებს. ჩემი ერთ-ერთი პირველი ნამუშევრები არის პორტრეტის სახით და გამოფენილი იყო ადრე საზღვარგარეთ ბიენალეს ფარგლებში. პროექტი იყო შექმნილი პირად პარადიგმებზე, პირად განცდებზე და ემოციებზე, მაგრამ ეხლა რაღაც ცოტათი კონცეფცია არის შეცვლილი და გამოყენებული არის. ამ პროექტებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ფოტოგრაფები, საკუთარი თემებითა და საინტერესო კონცეფციებით. მათ შორის გახლდათ ჩარლზ ფორდი, მარიო ლასალანდრა, ბაირონ სმიტი, ზურაბ არაბიძე, ანა კაჭეიშვილი, თაკო რობახიძე და ირაკლი ნასიძე.